მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით და რა თქმა უნდა ტრადიციულად ეროვნული ვალუტის კურსი, რომელიც კვლავ გამყარდა დოლართან მიმართებაში, კიდევ ერთხელ არასოდეს არ მომწყინდება მყარ ლარზე საუბარი, მით უმეტეს გლობალური ტურბულენციის პირობებში, თუმცა ამავდროულად გუშინდელი დღე განსაკუთრებით აქტიური იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ნაწილში, ვინაიდან ჩვენ ნახეთ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეფასება, სხვა შორის საკმაოდ საინტერესო ნაწილებს საბამისად ახალი განაკვეთი საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 6 მაისის ხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25% პუნქტით გაზარდა და ახლა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25% შეადგენს. სხვა შორის ძალიან საინტერესო ახსნა აქვს ამ ნაწილს და ძალიან ლოგიკური, ვიტყოდი საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან. აღნიშნულია ამ გადაწყვეტილებაში, რომ ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხებების გახანგრძლივებამ გლობალურად ინფლაციის მორიგი მიწოდების შოკი წარმოქმნა. საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული ენერგორესურსების ფასების მკვეთრის და გლობალური ინფლაციის დაში უკვე აისახა. ამასობაში გეოპოლიტიკური მდგომარეობა საერთაშორისო ტრანსპორტირებას კვლავ აფერხებს, მიწოდების ჯაჭვები კვლავ დარღვეულია, ბუნებრივია ან რისკი ძლიერდება ამ კუთხით, რაც ყოველივე კი წარმოქმნის დამატებით ხარჯებს, რაც გახდა რისკი ინფლაციის შემდგომ მიზდის, ბუნებრივია ნავთობის გაძვირების ეფექტი საქართველოსაც გადმოეცა გარკვეულწილად და საწვავის ფასებში უკვე აისახა. ამასთან მიწოდების შოკების პირდაპირ და არაპირდაპირ ეფექტების ერთობლიობის შედეგად აპრილში მთლიანი ინფლაცია მიზნობრივ 3%-იანი დონიდან გადაიხარდა 5.9% შეადგენს, თუმცა მიუხედავად გამწვავებული გეოპოლიტიკური შოკებისა საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალი რჩება წინასწარი მონაცემით, რომელიც ჩვენ უკვე ვნახეთ 2026 წლის მარტში ეკონომიკური აქტივობის ზრდა 10.7% შეადგინა, ჯამში პირველ კვარტალში 9.1% მივიღეთ ეკონომიკური ზრდის ნაწილი, თუმცა და აღინიშნოს, რომ სების განახლებული ცენტრალური სცენარი მოიაზრებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მეორე კვარტალში დასრულებას, შესაბამისად ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები კიდევ უფრო მეტად გამოკვეთილია. ამავდროულად ცენტრალურ სცენართან შედარებით გეოპოლიტიკური ვითარების უფრო სწრაფად დეესკალაციის შესაძლებლობა ცხადია არსებობს. საბამისად, ამ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა როგორც მაღალი ინფლაციური, ისე დაბალი ინფლაციური რისკები, ორივე ნაწილი ამ კუთხით შეჯერებულია. შესაბამისად, ჯამური გადაწყვეტილება მიმდინარე მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების განხილვის შედეგად ოპტიმალურად იქნა მიჩნეული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მომატება 0.25%-იანი პროცენტული პუნქტით 8.25%-მდე და კიდევ ერთხელ რომ აღნიშნოთ, აღნიშნული გადაწყვეტილება მიმართულია ინფლაციური მოლოდინების მიზნობრივ მარჩვენებებთან სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ. ცხადია, როგორც ყოველთვის ეროვნული ბანკი აკვირდება პროცესებს და შესაბამისად შემდგომი გადაწყვეტილება იქნება ამ კუთხით მიღებული. ბუნებრივია მათ შორის ინფლაციური შოკების ამოწურვისთანავე საქართველოს ეროვნული ბანკი ეტაპობრივად დაიწყებს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 17 ივნისია ის თარიღი მიმდინარე წლის, როდესაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი ხდომა ჩატარდება და ამ საკითხებზე ჯობს მოვისმინოთ შეფასება. არის გაზრდილი გაურკვევლობა, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, განსაკუთრებული ინფლაციური წნეხი მომდინარეობს მსოფლიო ნავთობის ბაზრიდან და ნავთობპროდუქტების ბაზრიდან. სხვა შორის თუ დააკვირდებით აპრილისთვის ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში აქაც დიდწილად სწორედ გარებაზრებიდან და ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასებიდან მომდინარე ეფექტი იყო, რომელმაც ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენს ვკონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ მართოთ ინფლაციური მოლოდინები. ეს მოლოდინები და ეს რისკები ნათელია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის, რომელიც არის ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანა. ასევე არავინ იცის თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, როგორი იქნება შემდგომი ფასების ვოლატილობა გარებაზრებზე და აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც მცირე ბიჯით ჩვენ გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი ჩვენი მონეტარული
განვითარებული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს. ანუ ეს არის ინფლაციური წნეხის, ინფლაციური რისკების ჩვენზე გადმოცემის პრევენცია. ამისთვის ვაკეთებთ ჩვენ ამას და ამიტომაც ვართ კონცენტრირებულები ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციაზე და ნორმალიზებაზე, რათა ჩვენ შემდგომშიც არ ვიხილოთ ამ კუთხით მზარდი ზეწოლა და დავაზღვიოთ სტაბილური ფასების დონე, ასევე დავაზღვიოთ ის, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩვენ ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდეს მიზნობრივ 3%-ს. როგორც ეს იყო ნავარაუდები მანამ, ვიდრე დაიწყებოდა ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტი და ვიდრე დაიწყებოდა ნავთობის ფასების ზრდა. ვფიქრობ ძალიან დეტალურად ახსნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ის მიზეზები თუ რამაც გამოიწვია 0.25%-ით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცხადია ამ შემთხვევაში როგორც ქალბატონი თეთრუნავა აღნიშნავს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ბუნებრივია ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის რომ იყოს დაზღვეული ინფლაციური მაჩვენებლების სტაბილური ფასები იქნას შენარჩუნებული და მოხდეს პრევენცია, როგორც ქალბატონი თურნავა აღნიშნავს, მოხდეს პრევენცია გადმოცემის. ვინაიდან ჩვენ ვხედავთ გლობალური ტურბულენციის პირობებში სწორედ გადმოცემის რისკებს საქართველოს ეკონომიკაზე, საკუთარ შემთხვევაში ნავთობის ფასებთან მიმართებაში ეს ვნახეთ და ბუნებრივია ჯაჭვის გადმოცემის, ანუ ჯაჭვური გადმოცემის პრევენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია და ცხადია ამავდროულად ჩვენ არა ერთხელ ვნახეთ თუ რამდენად ზედმიწევნით ზუსტად განახორციელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მისი პოლიტიკა და რამდენად ზუსტად იხემძღვანელა, ასე ვთქვათ, შესაბამისი სცენარების საპასუხოდ და დარწმუნებული ვარ, ახლაც ეს გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად სწორი და ვნახოთ ვითარება ჩვენ გვაქვს დრო შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე 17 ივნისამდე და ყველა ერთად დავაკვირდებით ამ შორის გლობალურ პროცესებს, ეს ის შემთხვევა, როდესაც მხოლოდ ჩვენზე არ ვართ ამ შემთხვევაში დამოკიდებული. ფაქტია, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა განსაკუთრებული სტაბილურობით გამოირჩევა და ძალიან გასაფრთხილებელია სტაბილურობის ეს ნაწილი. ჩვენ ვახსენეთ ეკონომიკური ზრდა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც დაფიქსირდა მარტში, რაც გვაქვს ჩვენ პირველი კვარტალის საშუალო მაჩვენებელი და ბუნებრივია ეკონომიკურ ზრდაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ჯამურად აქტივობები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მათ შორის განსაკუთრებით მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს როგორც შუა დერეფნის წამყვან როლზე და ერთ-ერთი მთავარი პროექტი რაღა თქმა უნდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია. მარიამ ქურივიშვილი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს გაეცნო. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოები ბუნებრივია ძალიან ისეთი დაკვირვების საგანია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მინისტრის მისი გუნდის ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებისა და ალღმტეხის პროექტირება მშენებლობას ევროპული ეგრეთ წოდებული დიდი ოთხეულის წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია იან დენულენვინი ახორციელებს. მარიამ ქურივიშვილთან ერთად ანაკლიის ნავსადგურში იმყოფებოდა ვიცე-პრემიერი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. მარიამ ქურივიშვილმა დაათვალიერა ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორია, სადაც უკვე დასრულებულია სამობილიზაციო და კვლევით სამუშაოები, მობილიზებულია მშენებლობისათვის საჭირო კლდოვანი მასის ქვების ლოდები და წარმოებული X ბლოკები, რაც აკვატორიაში ალღმტეხის მშენებლობისთვის იქნება გამოყენებული. ამჟამად ადგილზე უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს ბეტონის ქარხანა, მოწყობილია ინერტული მასალების საწყობები და აქტიურად მიმდინარეობს ალღმტეხის დამცავი ეგრეთ წოდებული X ბლოკების ჩამოსხმა. ანაკლიაში ზღვის ფსკერი უნდა დაღრმავდეს 7.5 მეტრამდე და აშენდეს 1380 მეტრის სიგრძის მქონე ალღმტეხი, რაც უზრუნველყოფს პორტის ღიაობას და ოპერების შესაძლებლობას წლიურ ჭრილში 95%-ის ოდენობით. პროექტი უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კონტრაქტორ კომპანიასთან წარმატებით განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად საზღვაო აკვატორიაში ჩასატარებელი სამუშაოების ბიუჯეტი დაახლოებით 42 მილიონ დოლარით შემცირდა, რაც პროექტის პარამეტრებს არ შეხებია ხარისხის საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასთან იქნება შესაბამისობაში. აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაიწყება. ხაზი გაესვა ასევე აღნიშნული პროექტების ანაკლიის ნავსადგურთან ერთობლიობაში კომპლექსურობას, რაც ქმნის მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემას და უზრუნველყოფს დერეფნის გამტარუნარიანობისა და
ოპერაციული ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორიაზე ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკის განვითარების განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, რკინიგზის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე და ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჩნავა. ცხადია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ შეფასებები. ისტორიული პროექტის ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე, სადაც ადგილზე დავათვალიერეთ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, რომელიც საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული. ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში აქტიური მოლაპარაკებები გქონდა კონტრაქტორ კომპანიასთან და მათთან ერთად ჩვენ ოპტიმიზაცია მოვახდინეთ პირველადი კონტრაქტის ღირებულების და მოხდა პროექტის გაიაფება 52 მილიონი დოლარით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ის იქნება კომპლექსური ინფრასტრუქტურა, სადაც ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მოეწყობა საპორტო ინფრასტრუქტურა და მეორეს მხრივ მომიჯნავე ინფრასტრუქტურა, როგორიც არის მათ შორის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ასევე მოეწყობა პორტთან მისასვლელი გზა, ისევე როგორც რკინიგზა, რომელიც უზრუნველყოფს პორტის ფუნქციონირებას, გამართულ ფუნქციონირებას და უზრუნველყოფს იმას, რომ ანაკლიას ექნება ღირსეული ადგილი არა მხოლოდ საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურაში, არამედ რეგიონში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს აქცენტი კეთდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე. ასევე პროექტის კომპლექსურობიდან გამომდინარე საერთაშორისო დონის კომპანიები, ისევე როგორც ექსპერტები არიან მობილიზებულები, რაც უზრუნველყოფს ერთის მხრივ ადგილობრივი მოსახლეობაზე ამ პროექტის დადებითად ასახვას და მათ კეთილდღეობაზე და მეორეს მხრივ ჩვენ რა თქმა უნდა უზრუნველყოფთ საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართულობას იმისთვის, რომ უმაღლესი ხარისხით მოხდეს ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტის მშენებლობა და განვითარება. ანაკლიის ღრმაწლოვანი ნავსადგურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელსაც სახელმწიფო თავად ახორციელებს. ამ მიზნის მისაღწევად 2024 წელს გამოაცხადეთ საერთაშორისო ტენდერი, სადაც გაიმარჯვა ბელგიურმა კომპანია Yandenulმა, რომელიც წარმოადგენს ეგრეთ წოდებული დიდი ოთხეულის წევრს ევროპული ბაზრის, რაც მოადგენს ხარისხისა და გარანტიის მნიშვნელოვან საფუძველს. პროექტი შედგებოდა ორი ეტაპისაგან: მობილიზება და პროექტირება, რაც დასრულებულია ამ ეტაპისთვის და სამუშაოები გადავიდა აქტიურ რეჟიმში. პარალელურად ჩვენ მოლაპარაკება ვაწარმოეთ ეფექტური კონტრაქტორთან და შევძელით ბიუჯეტის ოპტიმიზება დაახლოებით 52 მილიონი დოლარით. თუმცა ხარისხი შესაბამისი იქნება საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასთან. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ არის შესაძლებელი მაღალი ხარისხის და სტანდარტის მიღება ბიუჯეტის ეფექტიანი გამოყენებით. დიახ, მართლაც მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ სკეპტიკოსების, ან არ ვიცი, ვის ასე თქვა, საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ არ ვიცი, ნახონ სიუჟეტი, მოიძიონ მასალა, ჩავიდნენ ადგილზე და აკვირდნენ პროცესს თუ რა ხდება ანაკლიაში, პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს, აბსოლუტურად შეუფერხებლად მიმდინარეობს, აგერ ხდება ევროპული ეგრეთ წოდებული დიდი ოთხეულის კომპანიის მხრიდან შესაბამისი სამუშაოების წარმოება, სახელმწიფო თავის მხრივ ახორციელებს, იწყებს და ახორციელებს ინფრასტრუქტურულ მიმართულებით საჭირო პროექტებს, რკინიგზას, გზას და ასე შემდეგ. მოკლედ, ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამატებითი საშუალება შუადერეფნის წამყვან ქვეყანად ფორმირდეს, რა თქმა უნდა, შეუფერხებლად ჩნდება, შეუფერხებლად მიმდინარეობს პროცესი და ვნახეთ ჩვენ ეკონომიკის განვითარების განვითარების მინისტრის შეფასება სწორედ ამ ნაწილზე, თუ რა მნიშვნელობის არის პროექტი და რა ტემპია, ვთქვათ, უზრუნველყოფილი პროექტის განხორციელების დროს და ამავდროულად დამატებით მოხერხდა 10 მილიონის დაზოგვა, ისე რომ პროექტის ხარისხზე, სტანდარტებზე ეს ყველაფერი არ აისახება. და მინდა გადავიდეთ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს თემაზე, რაზეც ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ, საუბარი შეეხება ნობრივია განათლების საკითხებს, იმ ძირითად მიმართულებას, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად გვჭირდება, რეალურად საჭირო პროფესიებზე საუბარი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ გვაქვს გარკვეული ტიპის პარადოქსი ქვეყანაში, ერთის მხრივ გვაქვს უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ მეორეს მხრივ არის რეალობა, როდესაც ბიზნესი ხშირად ვერ ახერხებს სათანადო კვალიფიციური კადრების მოზიდვას და ცხადია ამ კუთხით მართლაც ეს პარადოქსი, ასე რომ ვთქვათ, გასათვალისწინებელია თუ რა შეიძლება და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა არ მოხდეს, ასე ვთქვათ, ამ ზღვარის, ასე ვთქვათ, გაზრდა და პირიქით
ადამიანებმა, რომლებიც ვერ პოულებენ სამუშაოს, მიიღონ შესაბამის პროფესია, ან სამომავლოდ გაითვალისწინონ რა უნდა იყოს, ასე ვთქვათ, რა არის მოთხოვნადი პროფესიები. ცხადია, განათლების თემა არის ძალიან კომპლექსური, ჩემი აზრით იწყება ძალიან ქვედა ასაკიდან არის ყურადღება მისაქცევი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში გარკვეული საკითხები შემდგომ გვიანდება, თუმცა პროფესიული განათლების უღება ალბათ არასოდეს არ არის გვიან. ამ და სხვა საკითხებზე, რომელიც განათლება შეეხება, სკილვილ შვეიცარიული კოლეჯის დამფუძნებელი და თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ბატონი გიორგი მარიამიძეა ჩვენი სტუმარი. ბატონ გიორგი, მოგესალმებით. მადლობას გიხდით Business Insider-ში მაესტროზე მობრძანებისათვის და თქვენთან განათლების თემაზე საუბარი მით უმეტეს იმ მიმართულებით, რასაც განათლების, ასე ვთქვათ, საჭირო განათლების მიღება ქვია იმის, რომ ბაზარზე სწრაფად შევძლოთ სამუშაოს პოვნა, საჭირო უნარების შეძენა, ვთქვათ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არა ერთი თქვენი პროექტი, რომელიც მე ვიცი სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ემსახურება წარმატებით და აქ თეორიაზე აღარ ვლაპარაკობ, წარმატების მაგალითები გვაქვს ამ კუთხით. თუმცა თქვენთან მექნებოდა კიდევ უფრო განზოგადებული კითხვა, ვინაიდან ხართ ამ ბიზნესში წარმოდგენილები, ცხადია ზუსტად ხედავთ განათლების მიმართულებით მიმდინარე ტენდენციებს, აკვირდებით გლობალურ ვითარებას ამ თვალსაზრისით და როგორ შეადარებდით საქართველოში არსებულ მდგომარეობას, გლობალურ ტენდენციებს? ეს არის საქართველოს ამ კუთხით, რა უნდა გაკეთდეს უფრო მეტად? კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს. თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. განათლების გარეშე ეკონომიკური განვითარება, რა თქმა უნდა, გაჭირდება. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, რომ საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული პროგრესი განიცადა. ეს ჩანს როგორც მშპ-ს ზრდის რიცხვებში, ხო, ჩვენ პირველი ვართ მშპ-ს ზრდის ტემპით 9.9%-ზე მეტია, თუ სწორად მახსოვს ციფრი. თუმცა უფრო დავკონკრეტები, ხო, ჩემი თავარი, ასე ვთქვათ, თემა უფრო არის ტექნოლოგიები, ციფრული ტექნოლოგიები და ამ მიმართულებით ძალიან დიდი მაგარი შედეგები გვაქვს საქართველოს, თუ რაღაც 2019 და 2020 წლებში, როდესაც რაღაც 20 პროგრამისტზე იყო საუბარი, ძალიან ისეთი ამბავი იყო რაღაც 20 პროგრამისტი ერთ ოთახში ძალიან იშვიათობა იყო, თუმცა დღეს უკვე რაღაც 50,000-ზე მეტი პროფესიონალი ყავს IT პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის მაჩვენებელია ცალსახად. ასევე გაზრდილია IT სერვისების ექსპორტის წილიც მთლიანში და პროდუქტში და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მივდივართ და ზოგადად ვფიქრობ, ქართულებს გვიყვარს ჩვენ ეს ყველაზე რაღაც ახალი თანამედროვე თემები, ყველაფერი რაც არის და ფეხს ადვილად ვითვისებთ, ასე რომ ვთქვათ, რაღაცა კუთხით. ზუსტად აი ამ ჭრილში ხაი IT ვახსენეთ და მართლა ჩვენც ამ ეთერშიც, ჩვენ სხვა პლატფორმაზეც იმედზე არაერთხელ გვისაუბრია IT სექტორზე, მათ შორის ვლაპარაკობთ ხელისუფლების ბიზნესის თანამშრომლობაზე. ჩვენი სტუმარი ხშირად ამ თემაზე არის ბატონი ვაკო თურნავა პარლამენტის წევრი, რომელიც განსაკუთრებით აკვირდება ამ პროცესს და მუშაობს აქტიურად საბამის სისტემატურ ასოციაციასთან ერთად. მთლიანობაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში გარკვეულწილად შეიცვალა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებები, ასე ვთქვათ, აი გარკვეული პროფესია, მაგალითად IT გახდა უფრო მეტად, ვინაიდან როცა დასაქმების თემაზე ზოგადად და განათლების რეფორმაზე იყო საუბარი, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც აღინიშნა ხომ მთელი რიგი პროფესიები, საქართველოს შეიძლება ადამიანმა დაამთავროს, ქირურგიული მიმართულება იყო და ასე შემდეგ და ვერ იპოვოს სამუშაო, უკვე თავიდანვე თითქოს განწირულია უმუშევრობის რაღაცა. აი რა ტენდენციებია უფრო სადაც აი მაღალია, ასე ვთქვათ, მოთხოვნა. ჩემ გამოცდილებასაც გეტყვით და ასევე ან ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ სხვადასხვა ბათუმში ჩატარდა, აი აჭარის, როგორც ვთქვათ, BAG არის საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, მსგავსი აჭარის სამრეწველო კომერციული პალატამაც ჩაატარა ესეთი ღონისძიება, სადაც გამოიკითხეს მათ ბიზნესები, რომ ანუ თქვენ რომელ მიმართულებით ისურვებდითო კვალიფიციურ კადრებსო და გამოვყოფდი, ასე ვთქვათ, რაღაც ორ მიმართულებას. ერთი არის უფრო აი
რაღაც როგორც ამბობენ ხო რაღაც თეთრი საყელო და ლურჯი საყელოს ამბავი. ანუ ერთი საკმაოდ დეფიციტური მიმართულება არის უშუალოდ რაღაცა კონკრეტული საქმე რაც იცის კარგად თქვა რაღაცა თქვა შემდგებელი მაგალითად აი ეს ამერთლებითაც დეფიციტია და მეორე მხრივ სამშენებლო სექტორში ძალიან სერიოზული დეფიციტია. და მეორეს მხრივ არის აი მაღალ უფრო ტექნოლოგიური მიმართულებით დეფიციტი, ასე ვთქვათ, აი იურისტების, ფინანსისტების, ეკონომისტების დეფიციტი ამ ნაწილში დიდად არსად არ ჩანს რა. და არის მე უფრო ვისაუბრებ რა თქმა უნდა ამ ციფრულ ნაწილში დეფიციტზე, იმიტომ რომ ან ყველას დღეს განსაკუთრებით ხო სულ ხელოვნური ინტელექტზე მიდის ლაპარაკი, აგერ Facebook-მა მეტამ თანამშრომლების თორსტები 8000 თანამშრომელი გაუშვა სამსახურიდან, იმიტომ რომ რაღაც ხელოვნური ინტელექტის ამბავში ხარჯების დაზოგვა გადაწყდა და ესეც ძალიან აქტუალურია და ანუ აი ამ ციფრული მიმართულებებით აშკარად კომპანიებს თუ გამოვკითხავთ შედეგები აჩვენებს რომ არის დეფიციტი ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად სქილმა ვიმუშავეთ ამ მიმართულებით და შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ 5 ახალი პროფესიის სტანდარტი. სობროხლობ ტექნოლოგიურ პროფესიების სტანდარტებზე ხო? კი, ახალი პროფესიული სტანდარტები შევიმუშავეთ. ესე იგი ეს არის ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, პროექტების მართვის მიმართულებით, მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს პროცესებში დანერგვა და ავტომატიზაცია, ესეთი უკვე საკმაოდ ახალი ამბავია და ანუ თითოეული ხა ეს რაც ჩამოთვალე მონაცემთა ანალიტიკა იქნება ეს თუ ციფრული მარკეტინგი ძალიან მოთხოვნადი არის შრომით ბაზარზე და სწორედ ამის მიხედვით შევარჩიეთ ეს პროფესიები. კი ბატონო, ანუ შეგვიძლია ვთქვათ რომ აი თქვენი დაკვირვებით ამ შორს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობთ, ანუ გამოიკვეთა ახალი საჭიროებები, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ვითარებას ბაზარზე, მათ შორის დასაქმების კუთხით, ხო? ბუნებრივია, იმიტომ რომ ხა ადამიანებს შეიძლება გადამზადების, აი როცა გადამზადებაზე ლაპარაკობთ, ეს კითხვა ხშირად მაქვს ხოლმე ამასთან დაკავშირებით. არის თუ არა დაგვიანებული, თქვათ, გარკვეული პროფესიების დაუფლება, იგივე თქვენი სტანდარტების, თქვენი ახალი სტანდარტებთან შესაბამისობაში გულისხმობ. არა, ვფიქრობ, რომ დაგვიანებული, ანუ არასდროს არ არის და თუნდაც აი ძალიან მარტივად რო თქვა თუ ხარ რაღაც ადამიანი ინდმეწარმე რომელიც არ ვიცი მარტივ რაღაცებს აკეთებ თუ არ ვიცი ბავშვ-ბავშვ სათამაშოები იქნება ეს თუ აი როდესაც თქვა ტურისტებს ხედავთ და იქ ხო ბევრი რამე თუნდაც ასეთ ყველა რაღაც მარტივი საკუთარი ბიზნესი გაქვს ციფრული მარკეტინგი რო ციფრული მარკეტინგს ასე თქვა გაეცნო უკვე საგრძნობლად დაგეხმარება იმაში, რომ გაზარდო შენი გაყიდვები რაღაც. თუნდაც Facebook-ზე გვერდი შექმნა, მე რაღაც 1-2 პოსტიც გააზიარო რეკლამა, არ ვფიქრობ ეს პარალელურ რეჟიმში მუშაობა. არის გვიან, ხო, ანუ ვფიქრობ, რომ პირიქით საჭიროა, რომ რაღაც დროს და თქვა ტექნოლოგიურ ცვლილებებს ფეხი უნდა აუწყოთ და გვიანი არ ვფიქრობ. ნამდვილად არასდროს არ არის სწავლა გვიანი. კი ბატონო. აი ესეთი სექტორზე მინდა გითხოთ, ცალკე ასე ვთქვათ, მთლიანობაში ჩვენ ვხედავთ საკმაოდ მზარდ როლს ამ კუთხით ეკონომიკაში და რაღაცა კუთხით ჩვენ ნახეთ ფინანსთა პროდუქტს საკმაოდ დიდი წილი დაიკავა, ბევრისთვის მოულოდნელად, თუმცა განვითარების ტენდენციებიდან გამომდინარე, გარკვეულად მოულოდნელობა აქ არ იყო. როგორ ხედავთ, არის კიდევ პოტენციალი განვითარების აი ესეთი სექტორის მიმართულებით? სიმცე არის კიდევ ამ კუთხით? კი ბატონო. ვფიქრობ ეს პირველ რიგში არის შედეგი ჩვენი მთავრობის, ასე ვთქვათ, სწორი პოლიტიკის, რომელმაც წაახალისა ძალიან ეს სექტორი, ის ფაქტი, რომ ვთქვათ, ჩვენ სხვა საგადასახადო სპეციალური პირობები გვაქვს საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიების, რომელიც ექსპორტზე მუშაობენ მთლიანად ეს IT სერვისები ექსპორტის სახით შემოდის საქართველოში ეს შემოსავლები ასევე ინოვაციური მიმართულებებით ჯიტას მუშაობა ამ ერთობლიობამ განაპირობა რომ საკმაოდ როგორც თქვენ აღნიშნეთ მნიშვნელოვანი როლი დაიკავა ICT-ში შემოვიდნენ საქართველოში რაღაც სოფლიო დონის წამყვანი კომპანიები ისეთი კომპანიები რომელსაც 50000 60000 25000 თანამშრომელი ყავს გლობალურად, მათ საქართველოში ოფისები გახსნეს, რაც ძალიან მაგარია და ძალიან სერიოზული
პროგრესია. რა თქმა უნდა, თქვენი კითხვა იყო ადგილი კიდევ ამითარების პოტენციალი გვაქვს თუ არა გვაქვს. აქაც ცალსახა პასუხი არის, რომ კი, ჩემი აზრით და შეგვიძლია რათა ირლანდიის მაგალითი რო განვიხილოთ, ირლანდიაში დროთა განმავლობაში აბსოლუტურად ყველა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია ზოგი გადავიდა, ზოგი იყო, მაგრამ დღეს ირლანდიაში სულ ყველა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია ეს წარმოდგენილი Google იქნება, ეს Microsoft იქნება, ეს Meta იქნება, IBM იქნება, ყველა წამყვანი კომპანია იქ არის წარმოდგენილი. ჩვენთან ჯერ არ არის Google და Microsoft-ი და top IT კომპანიები ჯერ არ არის და ვფიქრობ, რომ შესაბამისად ნამდვილად არის პოტენციალი. აი ეს კითხვა მაქვს ზუსტად რომ და სხვა შორის ბატონი ვაკო ბზანდებოდა აქ ასოციაციის ხელმძღვანელი ბატონი თორნიკე ბზანდებოდა აქ და ორივესთან მქონდა მე კითხვა რომ აი რა შეიძლება გავაკეთოთ მეტი რომ ზუსტად აი ეს ცნობილი სახელები და გლობალური ბრენდები მეტი საერთაშორისო კომპანია ჯამში შემოვიყვანოთ ჩვენთან ქვეყანაში როგორ გავხდეთ უფრო საინტერესო მათთვის მიუხედავად იმისა რომ აი თქვენ ახსენეთ იგივე მთავრობის მხრიდან უკვე განხორციელებული არაერთი რეფორმა კი რა თქმა უნდა ანუ აქ არ არის ხა ველოსიპედს მეგონი ვერ გამოიგონებ რა ისევ და ისევ ირლანდიის მაგალითსაც რო გამიხოთ სამი მთავარი თემაა რომ ანუ რაღაც ფოკუსი უნდა აიღო ისეთ ინდუსტრიაზე რომელიც მაღალი ღირებულების შექმნელია იმიტომ რომ IT ბროდ ეს არის ხო ფართო საკითხია და იქაც რაღაც კონკრეტულზე უნდა უფრო მეტად ალბათ დაფოკუსდე მეორე არის ის რომ განათლებაში უნდა ჩაიდოს ინგლისურად ვთქვათ invest heavily კი ბატონო მძიმედ განათლებაში აუცილებელია ინვესტიციები განხორციელდეს, იმიტომ რომ ეს კომპანიები მოდიან, ერთ-ერთი მათთვის გადამწყვეტი ფაქტორი არის ლოკალური, ასევე შრომითი ბაზარი. კი ბატონო, იმათ თავის თანამშრომლები მოყავთ, თავისი know-how მოაქვთ და ასე შემდეგ, მაგრამ იმისთვის რომ იქ განვითარდნენ ლოკალური ტალანტები, ლოკალური შრომითი ბაზარიც და ლოკალური უნარებიც მათთვის არის ნამდვილად საინტერესო და მესამე არის რომ უნდა იყოს თქვათ რეგულაციების და გადასახადების მიმართულებით მაღალკონკურენტიანი გარემო რა ეს არის ვფიქრობ ის თავარი ფაქტორები რომელიც განაპირობებს ამ ყველაფერს და სწორად მივდივართ კარგად მივდივართ და რა ვიცი და მეტი პროგრესი გვექნება. კი, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით, რასაც თქვენ აღნიშნავთ, რომ ბუნებრივია ერთია რომ შემოიყვანენ ადამიანებს, მაგრამ მეორე ადგილობრივ ბაზარზე რა ხდება ამ კუთხით. თუმცა აი როცა ჩვენ საუბრობთ იგივე ქართული სპეციალისტების გადამზადებაზე, მომზადებაზე, ზოგადად არ მხოლოდ გადამზადებაზე, არამედ თქვათ და საფუძველშივე მომზადებაზე ამ ნაწილში. ასევე ჩვენ ხედავთ ამ სექტორში უცხოელი სპეციალისტების შემოსვლას საქართველოში. ჩვენ ნახეთ არაერთი უცხოელი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც წარმატებით მუშაობს საქართველოში. ზოგადად ქვეყანაში ხშირად არის ხოლმე დისკუსია უცხოელების და ქართველების დასაქმებასთან დაკავშირებით. ოღონდ ეს ცხადია მარტო ამ სექტორს არ ეხება. პირიქით იყო ეს ბევრად სხვა რადიკალურად განსხვავებულ სექტორებზე, მაგალითად ჩვენ გუშინ გადაცემაში ვსაუბრობთ გიდებთან დაკავშირებულ საკითხებზე, იყო მანამდე კურიერებთან ასე შემდეგ ასე. აი ამ სექტორში, ICT სექტორში, განსაკუთრებით IT სექტორში, უცხოელთა დასაქმება და უცხოელების შემოსვლა, უცხოელების მოქალაქეების შემოსვლა და საქართველოსთან მუშაობა. ქართულ სპეციალისტებთან ქმნის კონკურენციას თუ პირიქით შემავსებელი ნაწილია? ხო სასახად შემოსებელია თქვენ ახსენეთ რაღაც სხვა ასე ვთქვათ პროფესიები, სადაც მესმის რომ რა თქმა უნდა შეიძლება ცოტა სენსიტიური იყოს, რომ თითქოს კონკურენციაში შედიან ერთმანეთთან ქართველები და ვთქვათ არარეზიდენტები, მაგრამ ამ შემთხვევაში ცალსახად მე კონკურენციის ნაწილს ვერ ხედავ, იმიტომ რომ IT და ტექნოლოგიების სფეროს მარკეტი რეალურად ბაზარი რომელსაც გადიხარ საბოლოო ჯამში მთელი მსოფლიო არის და იმდენ დიდია რომ აქ ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, საკმაოდ პატარა ქვეყანა ვართ და ანუ ყველას ეყოფა, რაცა ვინც მაგარია, ამერიკაში ყველა იპოვის პროექტს ის ვინც აკმაყოფილებს იმ შესაბამის კვალიფიკაციებს. ამერიკა იქნება ეს თუ დიდი ბრიტანეთი თუ ევროპას შემდეგ სხვა იაპონიის ბაზრებით, განვითარებულ ბაზრებზე. ამიტომ აქ ერთმანეთთან ეს კონკურენციაში ამ ნაწილს საერთოდ ვერ ხედავთ. ჩემი აზრით პირიქით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საერთო დონეს, ასე ვთქვათ, ამ ქვეყანაში ეს წევს ზევით, იმიტომ რომ ის ადამიანი, რომელიც
საერთაშორისო კომპანიაში ქართველი და არეზიდენტი ერთად მუშაობენ, ის ქართველი ამათ გამოცდილებას იღებს უფრო მეტს, უფრო რაღაცა მეტს სწავლობს და ამითი საერთო დონე სპეციალისტების იწევს ზევით. ამიტომ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით რაღაც IT სექტორში ეს ცალსახად დადებითი არის მთლიანი ეკონომიკისთვის და ჩვენი კადრებისთვის. კი ბატონო, მათ შორის ახლა თქვენ სერვისების ექსპორტი ახსენეთ, ხა სერვისების ექსპორტის და ზოგადად გეოგრაფიას თუ ჩავხედავთ ამ სერვისების ექსპორტის, ნახეთ შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის ქვეყნებში, ისრაელში, სადაც საქართველოს საიდანაც ვემსახურებით, ასე ვთქვათ, ზუსტად ეს ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც საქართველოში არიან, საქართველოს მოქალაქეები ამ სფეროში ემსახურებიან ამ ნაწილს და ბოლოს აუცილებლად მინდა კითხოთ, მათ შორის საკანონმდებლო კუთხით რაიმე სიახლეები ხომ არ გვაქვს დარგში და იგივე როგორ მიდის ამ კუთხით თანამშრომლობა ხელისუფლებასთან? საკანონმდებლო ნაწილში ვფიქრობ ზოგადად ტენდენცია დინამიკა ცალსახად პოზიტიურია, კონკრეტულად განათლების მიმართულებით გამოყოფდი ძალიან კარგ და მაგარ ცვლილებას, რომელიც შეეხებოდა იმ ნაწილს, რომ აბიტურიენტებს, რომლებიც გადიან ასე ვთქვათ, ნაიკის საგამოცდო ცენტრის გამოცდებზე, უკვე აქვთ საშუალება, რომ უნივერსიტეტებთან ერთად ასევე აირჩიონ პროფესიული სასწავლებლები, კოლეჯები და ეს ძალიან გვიხარია, ჩვენ ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ ამ ყველაფერზე რო საუბრობთ, უნივერსიტეტი რა თქმა უნდა, უნივერსიტეტს თავისი ადგილი აქვს, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ უნივერსიტეტი ეს ადგილი, სადაც უფრო აკადემიურია, ცოდნა იქმნება, არ არის უნივერსიტეტი მაინც და მაინც პროფესიული განათლება უფრო პრაქტიკულია და უფრო არის მორგებული იმაზე, რომ ოპტიმალურ დროის მონაკვეთში შენ შეიძინო ის კონკრეტული უნარები, რომელიც ჭირდება იმისთვის, რომ დასაქმდე და სამწუხაროდ ამ ეტაპზე პროფესიული დაწესებულებების პროფესიული კოლეჯების პრესტიჟი არ არის გათანაბრებული, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტების და უმაღლეს სასწავლებლებთან და ხშირ შემთხვევაში ზოგმა შეიძლება რაღაც ნაკლებად პრესტიჟულად ჩათვალოს კოლეჯი და პროფესიული სასწავლებელი და ის ფაქტი, რომ უკვე საკანონმდებლო დონეზე ეს ვთქვათ თანაბარი გახდა, რომ შეიძლება როგორც უნივერსიტეტი აირჩიონ, ასევე კოლეჯი ძალიან ვფიქრობ წაახალისებს ამ სექტორს და მე საბოლოო ჯამში უკვე პროფესიულ დასაქმებასაც. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ძალიან საინტერესო მიმოხილვისთვის ამ სექტორის, რომელსაც მათ შორის IT სექტორზე გულისხმობდა კონკრეტულად უფრო IT მიმართულებაზე, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს კიდევ განვითარების და თქვენს ხედავთ ამ სივრცეს როგორც აღნიშნეთ და მადლობა იმისთვის, რომ ბევრს აკეთებთ ამ მიმართულებით, ვინაიდან იგივე განათლების სამინისტროს თანამშრომლობა ამ კუთხით ახალი მიმართულებების შექმნა და ფორმირება მართლა ძალიან დაეხმარებათ ჩვენს ახალგაზრდებს, არა მარტო ახალგაზრდებს. ერთხელ აუცილებლად მინდა სასკოლო განათლებაზეც ვისაუბროთ ამ თემაზე, ვიცი რომ ამ კუთხითაც ძალიან კარგი სიახლეები გაქვთ და ძალიან მინდა ამ თემაზეც შემდგომში ვცლად საუბარი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარ სიახლეებს ტრადიციულად თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე Business Insider-ში. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.